შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. ოტია მესამე. ვინც ლუარსაბის სახეში თავის თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის თავზედ მიიღებს, ის რასაკვირველია, ლაფის სროლას დაიწყებს და გიჟიას დაუძახებს ამ მოთხრობის უხეიროდ დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს. ჩვენ საზოგადო ჭირზე დავწერთ. ილია ჭავჭავაძე. თის კალთაზე შეფენილ სოფელს ზედაზენს რომ გახედავ, ყველაზე უმალ წმინდა გიორგის ეკლესიას და რკინის სახურავებით გადაჭედილ ოტია მდივნის სახლს შეამჩნევ. ორსართულიანი ქვითკირის სახლი მაღლობზე არის გადმომდგარი. მზის ჩასვლისას მის შუშაბადს ცეცხლი ეკიდება, თითქოს იწვის, ხანძარი გასჩენიაო. 6 თვალიანი სახლის წინ კარგად მოზრდილი ბაღია ალვის ხეებით, მაგნოლიით და კვიპაროსით დამშვენებული. სათიბი მეტად დიდია, ერთი თავიდან მეორე თავამდე ცხენიც კი დაიღლება ჭენებით. ასეთივე დიდი სათიბია სახლის უკანაც. თელის ფიცრისაგან აგებული სამზადი მოზრდილი ოდის ოდენაა, რომელსაც ბობოლა გლეხიც კი ისურვებს სამოსახლოდ. ეზოში 4 მაღალი სასიმინდე დგას, იელის წნელით ნაღობი და მოგრიგალებული სანიავოთ, ხულა, ბეღელი, თორნე. სახლის გვერდზე ტალავარია, მის ქვეშ მარანი. ოტიას რამდენიმე უღელი ხარკამეჩი ხავს, ძროხები, 6 ცხენი, რომელთაც სახლის ქვედა სართულში თავლაში აბამენ. ქვედა სართულში თავლისა და საჯინიბოს გარდა მოჯამაგირესათვის საცხოვრებელი ოთახია და საწყობი. საწყობის კედელზე მათრახები, აღვირები, თოქალთო უნაგირები კიდია. იატაკზე და თაროებზე კი სამეურნეო იარაღი, ხელსაწყო და 1000 გვარი ნივთი ალაგია. ცხენებისა და ხარკამეჩის გარდა ოტიას ცხვარი, თხა, ღორი და უამრავი ფრინველი ხავს. ამ ეზო გარემოს გარდა, რომელიც 2 სათიბით, ვენახით, თხილნარით, იონჯით და ბაღით 20 ქცევას შეადგენს, ოტიას კიდევ აქვს მამული სხვადასხვა ადგილას. შუბანზე, ყვირილაზე, სანიავოში და ნამინდვრალში. ამას უნდა მიუმატოთ კიდევ მთა და დიდი ტყე. ამრიგად ოტიამ დივანზე უფრო მდიდარი მემამულე ანანოვის გარდა თელ იმ არემარეში მართლაც არავინ იყო. მთაზე გადმომდგარ ქვითკირის სახლს მდივნები მაღლა სახლს უწოდებდნენ, ხოლო დაბლა მდინარისპირას აგებულ ხის სახლს დაბლა სახლს. ოტიას მამა არჩილი ცოლის შერთვამდე დაბლა სახლში ცხოვრობდა თურმე. ახლა იმ ნასახლარში ოტიას მოურავი ბეგლარ სანიკიძე ცხოვრობს თავისი ოჯახითურთ. იგი დაბლა სახლის მამულს სუვლის და შემოდგომაზე მაღლა სახლის მარანში მიაქვს ძირიანი ურმებით კრახუნა, ციცქა და ცოლიკაური.
კენწეროებამდე აბელილ მუხების ქვეშ მდგარ სასიმინდეებს ავსებს ოტიას ყანაში მოტეხილი სიმინდი. ნასახლარი ჩინებული მამულია. ბეგლარის მიერ მოვლილი ვაზები ჯარისკაცებივით გარაზმულან. გვერდით ლამაზი ეზოა და შიგ ხის სახლისა და სასიმინდეების გარდა პატარა ხულა და ბეღელიცა დგას. დასახლარის იქით ტყე იწყება. ბეგლარს მამულის მცველი ნაგაზები ჰყავს, რომელთაც დიდი შიში აჭამეს ბავშვობისას კორნელის. გარს შემოეხვივნენ ყეფით. გაფითრებული ყმაწვილი დეიდა დარეჯანს მიუყვანა ბეგლარმა. ახოვანი ქალი დარეჯანი მუხის ქვეშ იჯდა და ბეგლარის ცოლთან საუბრობდა. ძაღლების ყეფა შემოესმა და ომახიანი ხმით გაზძახა. არიქა ბეგლარ, მოკალი მაგძაღლი, მოკალი. წამოვარდა და დიდი ქვა ესროლა და აკივლებულ ნაგას ყუსუბო მოუქცია. დარეჯანმა შარდი დააქცევინა შვილიშვილს. წყალი შეასვა და მერმე კალთაში ჩაიწვინა. ჩიტივით აფართხალებული გული ციდით შემოუჯვარა, წრუპუნი იწყო და შეულოცა. გულო ჩადი საგულესა, გულო ნუ შეგეშინდებაო, გულო ჩადი საგულესა, გულო ნუ შეგეშინდებაო. შვილიშვილს თვალები დაუკოცნა, კაბის ქვეშ დაკიდებული დიდი ჯიბიდან ტკბილის კვერი თხილი და უნაბი ამოიღო და მისცა. პირთამდე სავსე ჩაგანძული ოჯახი ჰქონდა დიდედა დარეჯანს. შვილიშვილები დიდედას დედუას უწოდებდნენ. დარეჯანი ალიონზე კოთხოთი სიმინდს გამოიტანდა. სამზარეულოს საძირკველზე დაჯდებოდა და კაბა დაკარწახებული დაიძახებდა. ჯიჭიო! ფართო ეზოდან სათიბიდან და მახლობელი გორიდან უამრავი ფრინველი, ინდოური იხვი ბატი წამოვიდოდნენ. ქათამი ჯიშიანი ყავდა სანაშენო, მოშინაურებული და ტყედ წასული, გაქსუებული, მამალი ხოხობივით გრძელკუდიანი, რომელსაც დიდედა დარეჯანი იჭერდა, ბოლო ღეროებს გლეჯდა და აკრიახებულს შვათითა თითით კვერცხს უსინჯავდა. სათიბიდან ბატის ურიცხვი გუნდი რომ ფრენით წამოვიდოდა, ეს მართლაც წარმტაცი სანახაობა იყო. სამზადის საძირკველზე შემოჯარული დარეჯანი იჯდა და გაისმოდა ყვერულის, ბატის, იხვისა და აფხორილი ინდაურის ღუღუნი, კაკანი, კრიახი, ყვირილი და აურზაური. საღამო ჟამს მწყემსები ცხენის ჯოგს, საქონლის ნახირსა და ცხრის ფარას მორეკავდნენ. მოდი ირემა! დაუძახებდა დარეჯანი რქამოტეხილ ჯიშიან ძროხას და თეთრქოჩორა ირემა ერთ კასრ რძეს მოიწველიდა. დიდედა დარეჯანის და ბაბუ არჩილის სიკვდილის მერმე შვილებმა საგრძნობლად დააკნინეს ეს ჩაგანძული ოჯახი. თუმცა ოტიას მეუღლე, ყიფიანის ქალი ბაბო, კარგი მეოჯახე და გამრჯი აღმოჩნდა. მაგრამ ოტია და მისი ძმები ყიდნენ თის, ტყის, საყანე ადგილების ნაწილს და დაუსრულებელ ქეიფში ფლანგავდნენ ფულს. ბაბო ლაზათიანი, წარმოსადეგი, იერიანი ქალი იყო. იგი 35 წლის ქალი იქნებოდა, სიცოცხლით სავსე და ჯერ კიდევ ახალგაზრდა. ოტია კი 60-ისა. ცოლ-ქმართა ასაკის სხვაობა ხელსახები და საგრძნობი იყო. ალბათ ამიტომაც უყვარდა ბაბოს ახალგაზრდა თავადებისა და აზნაურების სტუმრობა, მათთან აშიკობა და ეშხიანი შავი თვალების ბრიალი. ცოლ-ქმარი ბაბო და ოტია სამზადისის წინ საძირკველზე ისხდნენ და ტერეზას მოჯამაგირის, დომენტი ხვედელიძის ხელით მოტანილ წერილს კითხულობდნენ. თავის ძმას და რძალს წერდა ტერეზა. ხვალდილით ვაპირებთ ზედაზენში ამოსვლასო. გახარებულმა ოტიამ გადასწყვიტა,
ცხენები გაეგზავნა კარისმერეთში საყვარელი დის ტერეზას, დისწულებისა და მათი სტუმრების ამოსაყვანად. გარიჟრაჟამდე გავგზავნი, ბატონო, უთხრა მაღალ კანჭებზე შემდგარმა მოურავმა ბეგლარ სანიკიძე მოტიას. ბეგლარს ოდნავ თეთრი გარეოდა წვერში, შავი სატინის ხალატზე შვინდისფერი ჩოხა მოესხა. ფეხებზე წუღები და პაჭიჭები ეცვა, თავზე კი ტუტისფერი სვანური ქუდი დაეხურა. გვერდზე დაკიდულ ნაგანს ძველი ნახმარი კავკასიური ქამარი ჩამოეკაჩა და წევარივით წვრილი წელი უფრო დავიწროებოდა 40 წლის ვაჟკაცს. იგი მაღალი, მხარბეჭიანი და ჯანიანი კაცი იყო. რუსეთ-იაპონიის ომში ნამყოფი ჯარისკაცად, ეფრეიტორად. ცოტა რუსული წერა-კითხვაც იცოდა და ჯარიდან განთავისუფლების შემდეგ ქუთაისში მსახურობდა სტრაჟნიკად. მერმა სოფელს დაუბრუნდა. ღონიერი და მამაცი ვაჟკაცი ერთდროს ყაჩაღობაზედაც აწერდა ხელს. ბევრჯერ გაუძარცვავს აჯამეთის ტყეში ქუთაისიდან დილიჟნით მომავალი მგზავრები. იგი განთქმული მონადირეც იყო. უიმისოდ ოტია მდივანი თავის დღეში არ წავიდოდა ეწერში ტყესა და მთაში სანადიროდ. სწორედ ამ ნადირობის, ვაჟკაცობისა და დარდიმანდობის წყალობით დაუახლოვდა იგი ოტიას. თავადაზნაურთა შორის ტრიალებდა, ქეიფობდა. ბოლოს შვილიც კი მოანათვლინა და მოურავად დაუდგა ოტიას. ძლიერი ბეგლარი მოხერხებულად ატყუილებდა მას. ბატონის ადგილ-მამულიდან დიდი გამორჩენა ჰქონდა. ამიტომ იცავდა ერთგული ძაღლივით ოტიას ადგილ-მამულს და მის სახლში მიღებულ თავის კაცად ითვლებოდა. მაგრამ რევოლუციის მერმე ფრონტიდან დაბრუნებული გლეხები, გალაქტიონ გელაშვილი, რაჟდენ ტურიაშვილი, გიორგი აბესაძე და სხვები მასზე არანაკლები ვაჟკაცები იყვნენ და ბეგლარი გააფრთხილეს. ოტიამ დივნის მამულის ჩამორთმევაში თუ წინააღმდეგობა გაგვიწიე, სიცოცხლეს გამოგასალმებთო. ბეგლარი შეშინდა. ოტიაც მოტყდა. ძველებურად ვეღარ დაიარებოდა ცხენით თავის ადგილ-მამულში. სიბერე შეეპარა. ახლა პერანგის ამარაზის იგი ზაფხულის პაპანებაში, სამზადის წინ. ლურჯი დიაგონალის ხვანჯიანი შარვალი აცვია, ღიპის ქვეშ შემოჭერილი. ქუსლ ჩათელილ წუღა მესტებში შეუდგამს პატარა მსუქანი, თეთრი და შიშველი ფეხი. ღილებ მოხსნილი მედაპალამის პერანგიდან წითური და სქელი კისერი, უბეწო და დედაკაცივით მსუქანი გულმკერდი ჩანს. წყრის კურტუმოსავით მსუქანი პატარა ხელები მუხლის თავებზე დაუწყვია. ნეკზე ყვერულის დეზის ოდენა ფრჩხილი მოუშვია. თითქოს არისტოკრატობის მაჩვენებელი. თითზე საგვირგვინო ბეჭედი წამოუგია. შუბლიდან წურწურით ჩამოზდის ოფლი და საჩვენებელი თითით იწურავს. ბაღდადით იმშრალებს. მისი პირისახე ფართო, მსუქანი და ჯანიანია. უზარმაზარი გოგრისოდენა თავი მორგვივით სქელ კისერზე აქვს დადგმული. მელოთ თავზე მხოლოდ შუბლის ზემოთ შუაალაგა შერჩენია თხელი ქოჩორი. კეფაზე კი ლომის ფაფარივით აყრია ჭაღარათმა. გრძელი და ფართო წვერი მკერდამდე სწდება და ისიც შეჭაღარავებია და ნაცარ მიფრქვეულსა ჰგავს. უხვად ნაზარდი წვერულვაში მოკუმული ბაგეების ირგვლივ შეთხელებია და შიგ მრგვალი ნიკაპი ილანდება. ბაგე ორში მოსპირივით და ყუნწის მწყვეტელი ხაპივით მოსწრუპია. თითქოს ღვინის სახრეპად აქვს მოწყობილიო. ვინ დათვლის რამდენი საპალნე ღვინო შეუხრეპია ამ ბაგეებით ოტიას.
ოტიამ ტერეზას წერილი დაკეცა და ბეგლარს შეეხვეწა. ჩემი საყვარელი დადა დისწულები და მისი ძვირფასი სტუმრები მეწევიან ხვალე და თუ კაცი ხარ, ნედლი თევზი დამიჭირე. ბეგლარმა უთხრა, ამაღამ ვითევზავებ, ბატონო. ოტიამ ჰკითხა, სადჯობია ბეგლარ თევზაობა? წაბლას ხევში, იქ მაქვს ფაცერი გამართული, მიუგო ბეგლარმა. წინათ ნასახლართანაც ბევრი თევზი იყო. რა თევზი იცის იმ დალოცვილმა თეთრაწყალამ? სთქვა ოტიამ და მოჰყვა. ერთხელ ცხენზე ვიჯექი და მამულს ვათვალიერებდი. ბუჩქიდან კურდღელი წამოხდა და წევარი მიუტიე. ბროლია? კითხა ბეგლარმა. გახსოვს ბეგლარ ბროლია? შეკითხვითვე მიმართა ოტიამ და განაგრძო. იქნებოდა ერთი აგერ იმ თავარი მოზვერის სიმაღლე. დედაჩემის სული უწამიწყდება. კურდღელმა მთისკენ მოკურცხლა. შენც არ მომიკვდე, წარბიც ვერ შეახრევინა მწევარმა. ბოლოს ბროლია მიუახლოვდა და მთის ძირში, როგორც იქნა, შუბივით მაღლა აზიდული მარცხენა ყურიც დაბლა დააწურია კურდღელს, მაგრამ მთის კალთაზე ბროლიას ძალა გამოელია და კურდღელი ისე გაქრა თვალიდან, რომ მარჯვენა ყური არ იქნა და არა, მარა შენც არ მომიკვდე, ისე ვიშერჩა თავზე შუბივით დარჭობილი. მოურავი და ბეგლარი და ტერეზას მოჯამაგირე დომენტი ხვედელიძე დიდის ინტერესით უსმენდნენ ბავშვივით გაღიმებულ, მოცისფერო ცხრიალა თვალებიან მოუბარ ბატონს. ოტია განაგრძობდა. ხო, რა თვალის სეირი იყო? სწორედ იმ დროს ხონებულმა მამაჩემმა არჩილმა შემომძახა. არიქა ოტია, მიხედე ბოშო, რა დაემართა იმ ქალსო? ბეგლარმა კითხა, რომელ ქალს ბატონო? აგერ გითხრა, მიუგო ოტია. თვალი მოვკარი ყმაწვილო, დედაჩემი თეთრა წყალასთან ხრამში გადავარდა. ცხენი გავაქანე და რა ვნახე, არ იკითხავთ? ცხონებულ დედაჩემს თავისი საშინაო ჩითის კაბა დაეკარწახებია და თეთრაწყალას ნაპირზე მოზღვავებული თევზისათვის მიუშვერია. თევზი მდინარიდან ნაპირზე ცვიოდა. წყლიდან სადაფისფერ ტანსის როდა ხტოდა. დედაჩემს სახეზე ეხეთქებოდა, ბალახში ფართხალობდა და ყირამალა გადადიოდა. დომენტი ხვედელიძემ დაიძახა. შეხედე? ქვირითის ყრის დროს მოსვლია თევზს. მაშინ იცის ნაპირთან მოზღვავება. ოტიამ ისევ განაგრძო. აი ამ ჩემი მკლავის სიგრძე ბოლო წითელა. ცხონებულს თავზე ახტებოდა, დედა შეჰკივლებდა, ხარხარებდა და წყლისაკენ მიშვერილი კალთა სავსე ჰქონდა თევზით. მივეშველეთ, იმ საღამოს 20 ფუთი თევზი დავიჭირეთ. ზარიანი ურმით ამოვიტანეთ სოფელში, იმ დედაჩემის სული ნუ წამიწყდება. დაასრულა ოტიამ. ეხ, ჩვენო ტკბილო დედუა, დაიწყო ბაბომ. რა ნათლად მიდგას თვალწინ შენი ჭკვიანი, ლამაზი, ფართო სახე და სიცილ როხროხი. რა წარმოსადეგი, გამრჯე, მეოჯახე, დინჯი და თანაც რა ნასწავლი ქალი იყო. ბეგლარმა შენიშნა. სოლომონ მეფის სარდლის პაპუნა წერეთლის შთამომავალი, აბა რა იქნებოდა? როდესაც ბატონს არჩილ მდივანს ქალბატონი დარეჯან წერეთლის ქალი შეურთავს, მაყრიონს 200 ცხენოსანი მოჰყოლია. თქვა ბაბომ გაგონილი. რისი 200?
გაუწყრა ოტია ბაბოს. 200 კი არა, 1000 ცხენოსანი ყოფილა. სულ რჩეული თავადები და აზნაურები, ერისთავები, წერეთლები, მდივნები, აბაშიძეები, ყიფიანები და სხვები. წინ კოხტად მოფარდაგებულ და ქალის უნაგირით შეკაზმულ ბედაურს ჩიხტა კოპით და თეთრი ლაჩაკით მორთული 13 წლის მზეთუნახავი თამარ მეფესავით ლამაზი ასული მოაკროლებდა. უკან მზითვით დატვირთული ქარავანი მოჰყვებოდა. დაიწყო დედის ქება ოტიამ. ნუ თუ 13 წლის გაათხოვეს, გაუკვირდა ბეგლარს. 13 წლის ყოფილა იმ ცხონებული დედაჩემის სულს გეფიცები. მიუგო ოტიამ და საბუთიც მოიტანა. დედაჩემი რომ სულ პატარა ყოფილა, მამაჩემისგან გამიგონია. ქორწილის შემდეგ დედაჩემს ზემოთიდან ზედაზნელი გამდელი გამოჰყოლია და თავისი გაზრდილისათვის სათამაშოები, ტიკინა, დედოფალა წამოუღია. სანამ დედა არ დაქალებულა, მამაჩემი წელიწად ნახევარს სათნოებაში არ შესულა, ეცოდებოდა. ბაბო მოიგონა, მახსოვს, ჩიხტი კოპით მორთული დაჯდებოდა ტახტზე ქალბატონი დარეჯანი და ნელის ღიღინით ზეპირათი ტყოდა რუსთაველის წიგნს. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი. ოტიას წარსული მოაგონდა, გული აუჩუყდა და თვალთაგან ჩამონადენი ცრემლი ბაღდადით მოიწმინდა. ბაბომ ხელი მოხვია და დაამშვიდა. დიდებული ქალი იყო ცხონებული დარეჯანი და დიდებული ცხოვრება. შვილები და შვილიშვილებიც დატოვა. დედუაზე ტირილი არ გმართებს. მერე ხელი ჰკრა ოტიას და უთხრა: რა დაგემართა ოტია, იმბად შეხედე. კაკლის ხის ქვეშ ბატმა თვრალივით იწყო ბარბაცი, წაიქცა. ერმილე მიუსწრო და დაჰკლა. ამ დროს ოტიას მშიერი მიმინო ეჭუნებით აივანზე ნავარდობდა. ბაბომ არ დაუჯერა ოტიას და დაკლული ბატის გულღვიძლი მისცა. არ გასულა ნახევარი საათიც და მიმინო მოიწყინა. მანაც მთვრალივით იწყო ბარბაცი, თვალები აემღვრა. ზედ თეთრილიბრი გადაეკრა და მალმალე ახამხამებდა. ნახავ შენ ეს მიმინო თუ არ მომიკვდეს, უთხრა ოტიამ ბაბოს და მართლაც 1 საათის შემდეგ მიმინოს სული გავარდა. ოტია ბაბოს აგინებდა. რა კუპეიტი მიმინო მომიკლა ამ ქალმა. ჯერ ძარში მყავდა დამწყდეული, მერე ბნელო თახში, თვალი არ წახდენოდა. ასე ვმართავდი ყმაწვილო, წვრთნიდი და შეხედე, ეს რომ იქნა ამ ქალმა. ბაბოს წუხდა. ეს ტური შესაჭმელი ბატი ჭირიანი ყოფილა. ჩემო ბეგლარ, შეხვეწა ბაბო ბეგლარს. ხომ ხედავ, გულზე გასივდა კაკალი კაცი. შენ მაგის ოსტატი ხარ და იქნება დაუჭირო ოტიას სანაცვლო მიმინო. მართლაც ბეგლარმა ბადით, ხორცით, ჩიტით და წრუყუნით თადაბარი შეაჯერა და უკეთესი მიმინო მოუყვანა ოტიას, მაგრამ ოტია მაინც არ ისვენებდა. ეს ცუდი ნიშანია, თქვა ოტიამ. შინ გაზრდილი დამღუპავს და სიცოცხლეს გამიმწარებს. ბეგლარმა გაიფიქრა, გულთმისანი ყოფილა.